გამარჯობა ჩემო მაყურებელო, მე დღეს გასწავლით საათის დაყენებას კომპიუტერში, ასევე გასწავლით ფოტოების შეცვლას, აი ქვედა ფაილების შეცვლას, აიმების წაშლას და მოკლედ ჩვენ დღეს ვისწავლით მეგაბაიტების და გიგაბაიტების შემოწმებას, თუ რამდენი აქვს ჩვენ კომპიუტერს. დავიწყოთ ახლა აქიდან. თუ ჩვენ გვინდა რომ დავაყენოთ ეს საათი, როგორც მე მაქვს დაყენებული, ვაჭერთ ჩვეულებრივად მარჯვენა ღილაკს, გვიგდებს ამას და ვრთავთ ბოლოდან მეორეს. გადგეთს. ჩავრთავთ ამას, აქ ამოგვიგდებს ნებისმიერ ჩვენთვის სასურველს. შემდეგ ამას ესე და გადმოვიტანთ. მე ეხა არ მჭირდება, რადგან მე მაქვს. ამების შეცვლა შეიძლება მივიტანთ აგერ კლუჩთან და ამას როცა დავაწვევით, აქედან გადავალთ ჩვენ ეს ლურჯია, ეს ყვავილები გოგოებისთვის, რა თქმა უნდა, და ბაჭიები პატარებისთვის. ჩვენ მოგწონს ეს, როგორც ყოველთვის. კალენდარის დაყენებაც იგივენაირად ვაჭერთ ამას, შემდეგ ამას და გადმოგვაქვს კალენდარი, როგორც საათი. კალენდარის შეცვლა არ შეიძლება, თუ კალენდარის ჩამოშლა გვინდა, ჩვეულებრივად დავაწვევით და კალენდარი ჩამოიშლება. კარგით, ეხლა ჩვენ ვისწავლოთ მეგაბაიტების და გიგაბაიტების შემოწმება. კომპიუტერში არა, მიგვაქვს ის არის კომპიუტერთან და ვაწვევით მარჯვენა ღილაკს. შემდეგ პროტეთის შემდეგ ჩაგვირთავს ესეთ რაღაცას და ქვევით შევამოწმებთ. მაგალითად, ჩემ კომპიუტერს აქვს 4 გიგაბაიტი, 64 ბიტი და 3.99 გიგაბაიტები უკვე დაკავებულია ჩემ კომპიუტერში. მე მაქვს Windows 7, ჩემი კომპიუტერი არის Lenovo და ასევე მე დღეს გასწავლით აიმების შეცვლას. მე მიყარია Neymar Junior-ის, ვაწვევით მასთან მიგვაქვს მარჯვენა ღილაკი. მიგვაქვს და აი pictures. მას დავაწვევით და აქედან ჩვენთვის სასურველ ფოტოს ავირჩევთ, თუ რა თქმა უნდა გალერეიდან გვენდა და ავირჩევთ მას. ეხლა თუ გინდა ამის შეცვლა დავაწვევით ამას, აქ არის create a password for use account. ამას თუ დავაწვევით, პაროლს ესე შევავსებთ, create password მივცემთ და რა თქმა უნდა ისევ ჩაირთვება კომპიუტერი, თუ პაროლი ვერ დავაყენეთ. ასევე აქ ამას თუ დავაწვევით, ვირჩევთ აი ამ ფოტოებს. names თუ დავაწვევით, ვირჩევთ აი აქაურ სახელს. მე არ მინდა ეს არაფერი არ არის და არც ესენი ჩვენი სასურველი არ არის. თუ რა თქმა უნდა ხმები გაგეთიშებათ ისე რომ ვეღარნაირად დავაწვევით ამას, შევალთ setting-ებში, მოვძებნით და ჩვეულებრივად ჩაირთვება. კარგი, ჩემო მეგობრებო, დღეს ამით გემშვიდობებით. თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ, დააკომენტარეთ და გამოიწერეთ ჩემი არხი. მშვიდობით, მომავალ შეხვედრამდე.